როგორი უნდა იყოს მერობის კანდიდატი თქვენთვის ასურველი? ყველა ვარიანტში უნდა იყოს მერობის კანდიდატი ხალხთან კონტაქტში მქონე, ყველა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხალხთან შეთანხმებით და ის მერი რომელიც შიგნით არის ჩაკეტილი და ხალხს მაშინ ანახულოს როცა არჩევნებია, ესეთი მერი აუცილებლად არ უნდა ავირჩიოთ კი რა, არ უნდა იყოს კანდიდატად წარდგენილი. ახალგაზრდებისთვის რა უნდა გაკეთდეს და ადგილი სადაც შეხვდებიან, ეს ყველაზე მთავარი გასართობი ადგილი ზუგდიდში არ არის, სამწუხაროდ არ არის. კარგი იყო ის რომ სტუდენტებისთვის უფასო არის მგზავრობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო და უფრო მივაქციო და გაჰადოს ეს ქალაქი სტუდენტურ ქალაქად, იმიტომ რომ ძალიან მაგარი უნივერსიტეტი გვაქვს ქალაქში. იმისთან კანდიდატი გვინდა ჩვენ, რომელიც სტუდენტის მოსახლეობას მოგვაქცევს ყურადღებას. ხალხის აკრავებია ესენი და მოგვემსახურება და ინტერესს დაისვათ და საქმეს გააკეთებს. ისაა შემწოლები გინდა ჩვენ მერია. თავისი ქალაქი უნდა უყვარდეს და ზრუნავდეს ქალაქის კეთილდღეობისთვის აუცილებლად. წერავი კეთილსინდისიერი უნდა იყოს წინამერებისგან განსხვავებით. მთავარი რა არის, რასაც უნდა მიაქციოს ყურადღება, როგორ ფიქრობთ? გარემოს დაცვას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება და ხალხ დასაქმებასაც ალბათ თუ ექნა ამის საშუალება, რომელიც ძალიან დიდი პრობლემაა დღევანდელი სიტუაციისთვის უფრო და სოციალურ ფენას უფრო. ძალიან რთულად არის საქმე ამ საკითხთან დაკავშირებითაც. გული უნდა შესწავლდეს ქალაქზე. პირველ რიგში აუცილებელი ეს არის. მეტი რა ვიცი. საქმე ბევრია, ძალიან ბევრია ზუგდიდში გასაკეთებელი საქმე. მაინც უმთავრესი რას უნდა მიაქციოს ყურადღება, რას ურჩევდით მას? პირველ რიგში გზებს, მაგრამ გზებს ჩემი აზრით უკვე მიაქცევენ ყურადღებას. და უნდა იყოს აქაური. პირველ რიგში. მიგაჩვენეთ რომ ეს ზუგდიდელობა ერთ-ერთი კრიტერიუმია. რა თქმა უნდა. და ყოველ დეტალზე რომ აქცევდეს ყურადღებას მიმდინარე პროცესზე, მშენებლობაზე და რა ვიცი. ან მშენებლობის ხარისხული, ხო? რა თქმა უნდა. უნდა იყოს რა თქმა უნდა განახლებული ასევე საქმისადმი ერთგული დიახ და პროფესიონალი უნდა იყოს რა თქმა უნდა. ახალგაზრდებისთვის რა უნდა გააკეთოს, რა იქნება თქვენი რჩევა? განათლების სისტემაში თუ რამეს კარგს დამკვიდრებს, ეს საუკეთესო იქნება ახალგაზრდებისთვის.